მოგესალმებით კიდევ ერთხელ ქართულ სპორტში ძალიან ბევრი სიახლეა დავიწყებ ქართული ფეხბურთით დინამო არენაზე საქართველოს თასის ნახევარფინალური გათამაშების პირველი მატჩი გაიმართა თბილისის დინამომ საკუთარ მოედანზე 1-0 დაამარცხა კონკურენტი გორის დილამ ანგარიში შეხვედრაში ოთარ მარცვალაძე 45 წუთზე გახსნა რომელიც საბოლოოდ ამ მატჩის ერთადერთი გოლი გამოდგა მეორე ნახევრის დასაწყისში იყო დაახლოებით 20 წუთიანი მონაკვეთი როცა დინამო შეეძლო ორტურიანი შეხვედრა დინამო არენაზევე დაესრულებინა, თუმცა საგოლე მომენტები ვერ გამოიყენეს ზარიამ, მოდებაძემ და რეხვიაშვილმა. საბოლოოდ დინამომ მინიმალური სხვაობით დაამარცხა მეტოქე და იუბილორ პრეზიდენტ რომან ფიფიას ძალიან კარგი საჩუქარი გაუკეთა საპასუხო მატჩი 23 აპრილს გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. იყო მომენტები ჩვენს გონდა რაც გონდა ის კონჩეტერებზე ცოტა დაგვაქვს ის სტატუა რაც შემსრულებელი სტატუა რაც უფრო დინამოთელეს აქვს ჩვენზე თამაში ძლდება 30 წუთი დარჩენილი თასის თამაში ცოტა განსხვავებული სპეციფიკა აქვს დავარი იყო რომ უკან გოლი არ მიგვიღო ეს შესრულდა ლუის ამას დაემატა რომ გოლი გავიტანეთ დანარჩენი გადაწყდება უკვე გორში